გამარჯობა მეგობრებო, აი ისეთ ადამიანებს, ვინც მოლაპარაკებების პროცესში მეორე მხარეს დგას, ჩვენი ბოლომდე ჯერა და გულშემატკივრობს ხოლმე, გაყიდვებში ვეძახით ჩემპიონებს. ჩემპიონები იყოფიან სამ ტიპად. პირველი ეს არის პრობლემის ჩემპიონი, ეს ის ხალხია, ვისაც აწუხებს პრობლემა და მოტივირებულია რომ მოაგვაროს. მეორე არის უშუალოდ შენი კომპანიის და პროდუქტის ჩემპიონი, ანუ სჯერა შენი ორგანიზაციის და გუნდში ლობირებს იმას, რომ უშუალოდ შენი პროდუქტი გავიდეს, ასე ვთქვათ. და მესამე პერსონალურად შენი ჩემპიონი, ანუ კონკრეტულად შენ გენდობა და იცის, რომ შენთან ერთად რაღაც კონკრეტულ ამოცანას ამოხსნის. როგორ ვაიდენტიფიცირებთ ამ ხალხს? ოკეი, პირველი, მოკლედ და ძალიან მარტივი, ეს ხალხი პასუხობენ თქვენს ზარებს და თუ რაღაც მიზეზის გამო ვერ გიპასუხეს, უკან გადმოგირეკავენ. მეორე, ამ პირველ ზარს ახორციელებენ თავისივე ინიციატივით, საუბრისას ყოველთვის პოზიტიურად საუბრობენ როგორც შენზე, ასევე კომპანიაზე და პროდუქტზე, ყოველთვის განიხილავენ გრძელვადიან თანამშრომლობას, არ გეუბნებიან რა იქნება ხვალ და ზეგ, ლაპარაკობენ რა იქნება 1 და 2 წლის შემდეგ. ხო არ დამატებდი რამეს? კი, ანუ იქცევიან როგორც შენი თანამშრომლები, ისე თითქოს რომელიმე შენი თანამშრომელი რეინკარნირდა და გადავიდა მოკლედ იმ კომპანიაში და ასევე სხვათა შორის თავაზობენ ხოლმე რაც კრეატიულ გამოსავალს, რაც შეიძლება რომ შენ პროდუქტზე შენ თუნდაც არ კონდეს ნაფიქრი. კი, რაღაცებს ხედავენ ისეც, რასაც შეიძლება შენც ვერ ხედავდე და გეუბნებიან რომ მოდი ესე გავაკეთებ. რასაც დავამატებდი კიდევ არის ის, რომ ძალიან ხშირად გაყიდვების სპეციალისტებს გვავიწყდება ბოლოს, როცა დილი შედგება ამ ხალხისთვის მადლობის გადახდა რამდენიმე მიზეზის გამო, რავი, მადლობა იმიტომ, რომ კარგი თანამშრომელია და პრობლემა აწუხებს და მოგვარებას ცდილობს, მადლობა იმისთვის, რომ სჯერა შენი კომპანიის ან შენი პროდუქტის და მადლობა იმისთვის, რომ სჯერა უშუალოდ შენი და გენდობა შენი. მადლობა თქვენს ყურადღებისთვის. მადლობა. კარგად.